დაზიანებული ანიმაციური ფიგურები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ჯერ კიდევ დაშლილი ამფითეატრი, მესამე სექტორი და ოპოზიცია ბულვარის ადმინისტრაციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებს ბულვარი თვითმმართველობის საკუთრებაში დააბრუნოს. რას პასუხობს მინისტრი საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს და რა გეგმები აქვს ბულვარის ტერიტორიაზე მერის ბალანსზე არსებულ შენობებთან დაკავშირებით. ჯენიკო ანტალიანიგი ამბობთ. ახალი ბულვარის სახელით ცნობილი ეს ტერიტორია ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოდან ადლიის მიმართულებით 1 კილომეტრისა და 200 მეტრით 2009 წელს გაგრძელდა. ზღვისპირა პარკის განაშენიანებაზე ესპანელ არქიტექტორთა ჯგუფმა იმუშავა. დღეს უკვე მოუვლელ ინფრასტრუქტურასა და დაზიანებულ ანიმაციურ გმირებზე საუბრობს ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კერთაძე. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ საკრებულოს ხმათა უმრავლესობით ბულვარის თვითმმართველობისთვის დაბრუნება გადაწყდა, თუმცა ტერიტორიას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ართმობს. ასეირნო ზოლი აღარ არის ახალ ბულვარში, იმიტომ რომ ამათ აღარ შეაკეთეს ის, რაც გასაკეთებელი იყო, ანიმაციური გმირები დამტრეულია და ყურადღებას არ აქცევენ უბრალოდ და ამიტომ მიიღო ბათუმის საკრებულომ მე გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ხაბაძის და არც ბალაძის პირადი საკუთრება ბათუმის ბულვარი არ არის, ისინი კომპანიას არ მართავენ. ისინი არიან სახელმწიფოს მოხელეები და შინაგანი რწმენა და რაღაცა მორალი თორაკო კანონს შეხედონ და წაიკითხონ ის უფლება, უკვე ეს უფლება არ აქვს. ცალსახად აღღვევენ კანონს ეს ადამიანები, მათ ამისთვის აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი. ბულვარის თვითმმართველობისთვის დაბრუნებას ახლო პერსპექტივაში არ განიხილავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. უფრო მეტიც, დავით ბალაძე ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე მერიის ბალანსზე არსებული შენობებით კი შესაძლოა ბულვარის ადმინისტრაციას გადაეცეს და ამით უწყების შემოსავლები კიდევ უფრო გაიზარდოს. დაახლოებით 6 თვე დაჭირდათ, რომ პლიაჟები გადმოეცათ და შესაბამისად წელს უყურებთ, რომ თითქმის ყველა აუქციონი დამთავრებული არის, გაორმაგებული არის შემოსავლები, მათ პერიოდთან შესაბამისობაში 660,000 ლარამდე არის ასული შემოსავლები, რაც კირთაძის პერიოდში 330,000 ლარი იყო და ალბათ შესაბამისად ამითაც დაინტერესდებიან შესაბამის სამსახურები, თუ ვის ჯიბეებში მიდიოდა ეს 330,000 ლარი. არ ვიცი, შეიძლება კირთაძეს ალბათ ამის ამბიციები აქვს კიდევ, რომ ეს ძველი პერიოდი დააბრუნოს და შესაბამისად ეს მოსპოს ელექტრონული საჯარო აუქციონები და დაიწყოს თვითნებურად განაწილება ბულვარის ობიექტების. ბულვარის ადმინისტრაციას ტერიტორიის მოვლისა და განვითარების სტრატეგია არ გააჩნია. აცხადებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნათია აფხაზავა. მესამე სექტორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ახალი ბულვარის ტერიტორია წლებია არ მოწესრიგებულა. ყინეული მდგომარეობა არის ახალ ბულვართან დაკავშირებით. ფაქტორად ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიქმნა წლების განმავლობაში, მას არანაირი განვითარების გეგმა არ მოჰყვა და შესაბამისად ჩვენ თუ გადავხედავთ გასული წლის, მიმდინარე წლის თუ მომდევნო წლის პრიორიტეტებს, ბათუმის ბულვარის მიერ წარმოდგენილ ესე ვთქვათ პრიორიტეტების გეგმაში არც კი არის აღნიშნული, რომ ის გეგმავს სტრატეგიის ან რაიმე კონცეფციის შემუშავებას ბულვარის განვითარებასთან დაკავშირებით. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბულვარის განვითარების სტრატეგიასთან ერთად მის განაშენიანებაზეც აქტიურად მუშაობენ. გიორგი ზირაქაშვილის თქმით, ანიმაციური გმირების ფიგურები უხარისხობის გამო იგოლად დაზიანდა და რამდენიმე მათგანი აღდგენას აღარ ექვემდებარება. იმას აზრებას, რომ ახალ ბულვარს არ უვლით ან არ ვთქვათ, რომ პირიქით წელს 1800 ხელმძღვანელი დაერგო მხოლოდ ახალ ბულვარში. ხოლო რაც შეეხება ანიმაციურ გმირებს, ეს სათამაშოები თავის დროზე შეძენილი იქნა 2011 წელს. თვითონ სათამაშოს, როგორც ჩანს, არის ძალიან უხარისხო. ის რაც ვერ აღდგა, იმის გამო ვერ აღდგა, რომ აღდგება, არა ფიზიკურად არ შეიძლება მისი აღდგენა, რა ისეთი მასალისგან არის გაკეთებული. ახალ ბულვარში სამუშაოები ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან 2009 წელს 26 მილიონი ლარით დააფინანსა.